ერთი მარი რახან იმაზე ვსაუბრობთ, ერთი ანეკდოტი გამახსენა. ქორწილია რა. ქორწილია და ახალი დაწყებული ეს ქორწილი და ერთი ასაკში შესული კაცი მიდის იმასთან, რა ქვია, მუსიკოსებთან რა. ხოდა 10 ლარიანი. აკაკი ახატი 10 ლარიანს რა. აკაკი წერდა ეს 10 ლარიანი ასე გადაუგდო და რაღაც შეკვეთა მიცა რა. ამგეს და ეს შეკვეთა მიცა და წამოვიდა ახლა და ელონება ამ თავის შეკვეთას და ამ დროს ატყდა რანაირი სოისი ნეფედედოფალმა იცეკვა მერე იქ მეჯვარეება და მიავიწყდათ ამ კაცის შეკვეთა 10 ლარი და თავდება უკვე ქორწილი რა. ხო და ეს კაცი მოდის უკვე შარვალ-ბოსტომშია, ოპასე მოქანობს ნასვამია და მიდის მუსიკოსებთან და ერთ-ერთმა იცნო, რომ აუ ესო ის არ არის 10 ლარი რომ მოგცავო რა. ბიჭო და სანამ ეს კაცი დაიწყებს საუბარს ამან შეაგება რომ ბატონო ბოდიშიო თქვენ გენაცვალეთ ამ წუთში იქნება თქვენი შეკვეთა. არა მიზეო მაგ არ მოსულა რომ მაგ შეკვეთისთვისო. არ მოსულა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რომ აკაკი წერეთლისო პოემა ხო არ იცით რომელიმეო. რომ დაუკრათ. არა, თუ იცით რომელიმეო. კი რომელი იცითო? გამზდელიო. ხო და მაკათლარში გამზდელი და მე ზევედი კარგად ხარ. რაღაცა გაღუნულია კაცი, რაღაცა სიმღერა. შენა